გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და გადავედი მეორე ორ ზოდიაქოს ნიშანზე. თუ რას მოუტანს ოქტომბერი მეორე დარჩენილ 6 ზოდიაქოს ნიშანს, ესენი იქნებიან ქალწული, სასწორი, მორიელი, შვილდოსანი, თხისრქა, მერწყული. ანუ ქალწული, სასწორი, არ მინდა რამე შემეშავლოს, მორიელი, შვილდოსანი, თხისრქა და მერწყული. და დავიწყებ ქალწულებით. ქალწულები ძალიან ბევრს ფიქრობენ რაღაცა თემასთან დაკავშირებით. არაფრის დანახვა არ უნდა და მოქმედება არც მოქმედება წარმოგიდგენიათ. უბრალოდ გონებრივად ფიქრობენ რაღაც თემასთან დაკავშირებით. არიან დიდ სტრესში. ბევრთან შეიძლება ეს იყოს სასიყვარულო სფერო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სამყარო თქვენ გთავაზობთ ახალ შემოთავაზებებს. ასე რომ ბევრს ნოინერვიულებთ მეგობრებო. თქვენთან შემოდის ადამიანი რაღაც პატარა შემოთავაზებით და ეს შემოთავაზება შეეხება სასიყვარულო სფეროს. თუ თქვენთან წავიდა ადამიანი და ამაზე ხართ გადართული რაღაც კამათის გამო, ეტკინაგული ადამიანი წავიდა თქვენთან, თქვენ იმყოფებით მარტო, ხართ ძალიან დიდ სტრესში, მაშინ მოემზადეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, ვინაიდან ადამიანი თქვენ ცხოვრებაში დგას ახალ ნაბიჯს. შემოდის ახალი ნაბიჯებით, ახალი შემოთავაზებით და თქვენ ამ ადამიანის გვერდით იქნებით ნამდვილი იმპერატრიცა. ადამიანი კი იმყოფება ფინანსების მეფის სტატუსად. ანუ თქვენთან შემოდის პატარა შემოთავაზებით დიდი ფინანსების მეფე. ასე რომ არ უთხრა თუ არ გააბრუნოთ თუნდაც, რადგან ამ ფინანსების მეფის გვერდით თქვენ თავს იგრძნობთ იმპერატრიცად. და შესაძლებელია ეს ადამიანი სწორედ ის ადამიანი იყოს, რომელი ადამიანიც თქვენი ცხოვრებიდან გაბრუნდა. შესაძლებელია ადამიანი წასული იყო ფინანსების დასაგროვებლად და თქვენ იმყოფებოდით მარტო რის გამო ძალიან ტკიოდათ გული, მაგრამ მინდა გითხრათ, თუ ასე იყო, თქვენი ცხოვრება სტაბილურდება. თქვენთან შემოდის ადამიანი დიდი ფინანსებით და თქვენი ბედნიერების მიზნით. მიუხედავად რომ ადამიანს უკვე დიდი სტატუსი აქვს, ფინანსები მოგროვებული აქვს, თქვენ მაინც ამ ადამიანის იმპერატრიცა ხართ და მინდა გითხრათ, თქვენ გაცემთ განკარგულ გულებებს, თუ როგორ ნაბიჯები გადადგმას ადამიანმა და როგორ გაუძღვეს თავის ფინანსებს. გილოცავთ ქალწულებს, განაყოლა შეუძლია სხვისი ფინანსების მართვის უფლება მოიპოვოს. და ეხლა გადავედი სასწორებზე. რა ხდება სასწორების ცხოვრებაში და მინდა გითხრათ, რომ სასწორების ცხოვრებაში რაღაც შეჩერდა, რაც ნებისმიერ წამს შეიძლება დაეცრას. და რას ეხება ეს საქმიანობა? ზოგიერთებთან ეხება ფინანსებს და ზოგიერთებთან ეხება სასიყვარულო სფეროს. შეიძლება ზოგიერთებთან სასიყვარულო სფეროში შემოვიდეს მესამე პირი, მაგრამ არ მიცეთ უფლება ოჯახის გრევის და მდგრადი ურთიერთობის დაზარალების, რადგან მესამე ურთიერთობა უნდა თქვენ ცხოვრებაში მესამე პირის შემოსვლა შეიძლება მოიტანოს
იმ ურთიერთობის გაჩერება, რომელი ურთიერთობაც ახლა მნიშვნელოვანია ოჯახურ ურთიერთობაზეა დამოკიდებული და სტაბილურია თქვენ ცხოვრებაში. ზოგიერთი თქვენგანი ისეთი სფერი შეიძლება აღმოჩნდეთ, შეეცდებით ორი როლის კარგად მორგებას და აწონ-დაწონვას, როგორც სასიყვარულოს, როგორც საოჯახო სფეროში, ასევე საყვარლის როლის მორგებას, მაგრამ ფრთხილად იყავით, საყვარლის როლმა არ დააზარალოს თქვენი ოჯახური მდგომარეობა, რადგან თქვენ სახლში ხავთ იმპერატრიცა, რომელიც ყველაფრის მმართველია და იმპერატრიცა, რომელიც ყველაფერს კარგად აკონტროლებს. შეიძლება თქვენს იმპერატრიცას უფრო გაცილებით მეტი სტატუსი ჰქონდეს თქვენთან შედარებით. აქ ახალი შემოთავაზებაა და ამ ახალი შემოთავაზებებით არ დააზარალოთ სასიყვარულო სფერო. რადგან თუ თქვენ ცხოვრებაში შემოვა მესამე პირი, მე თქვენ გეუბნებით, რომ ეს თქვენ ოჯახურ ურთიერთობას მოუტანს ზარალს და შესაძლებელია სწორედ შემდეგ გაჩერდეს თქვენი ოჯახური მდგომარეობა. თქვენთან ზოგიერთებთან ასევე შემოდის ფინანსები, რომელიც უფრო გააღრმავებს სასიყვარულო სფეროს. ახლა ამით დაგემშვიდობებით სასწორებს და გადავალ მორიელებთან. ვნახოთ რა შემოდის მორიელებთან. სიძლიერე, მეგობრებო, სიძლიერე. აქ ჩემთან მორიელები არიან, მორიელები, რომლებიც რაღაცის გამარჯვებას იზეიმებენ. მათთვის ოქტომბერი ძალიან ძლიერი ენერგიებით დაფიქსირდა. მორიელებო, გილოცავთ თქვენ ყველანაირ სფეროში გამარჯვებას იზეიმებთ ოქტომბრის თვეში და მინდა რომ გითხრათ ოქტომბრი თქვენთვის ყველა სფეროში, ყველა სიტუაციაში თქვენ წისქვილზე დაასწავს წყალს. ის თქვენ მოგიტანს რაღაც ახალ სფეროში, ახალ ეტაპზე გადასვლას. თუ ეხლა რამეს ელოდებით და მოლოდინის სიტუაციაში ხართ, მინდა გითხრათ, რომ გამარჯვებული იქნებით და მალე გამარჯვებას იზეიმებთ. შესაძლებელია ეხლა რაღაცებს აკვირდებით მეორე ეტაპზე გადასასვლელად. ან კიდევ მეორე ეტაპზე გადასვლის შემდეგ ამ სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას მოითხოვთ. მაგრამ მინდა გითხრათ ისიც, რომ თუ სასიყვარულო სფეროს ეხება, თქვენ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მესამე პირმა არ დაასარალოს თქვენი სასიყვარულო სფერო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში გამარჯვებულები ხართ და გამარჯვებას იზეიმებთ, მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მესამე პირი აქ შემოდის დაზარალების მიზნით. მოუფრთხილდით თქვენ იმპერატრიცას, რადგან თქვენ დედოფალით იმპერატრიცას არა, მოუფრთხილდით თქვენ დედოფალს, რადგან თქვენ ხართ ფინანსების დედოფალი. შესაძლებელია თქვენი მეუღლე გაცილებით ბევრ ფინანსებს გამოიმუშავებდეს თქვენთან შედარებით. თუ რამე დასასტაბილურებელია თქვენ ცხოვრებაში, დაასტაბილურებთ, რასაც მეგობრებთან ერთად გამარჯვებით იზეიმებთ. მინდა გითხრათ, რომ თუ რამე ცუდი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, რაც სამკუთხედ შეეხება, უკან ჩამოიტოვოთ, რადგან პირად ცხოვრებაში არ მოგიტანოთ დიდი დაზარალება და ტკივილი. თუ თქვენ ცხოვრებაში შემოვა მესამე პირი, გადაკეტეთ მისი შემოსასვლელი გზები და თუ უკვე შემოსულია, მინდა გითხრათ, რომ უარი თქვათ მასზე, რათა შეიძლება დააზარალოთ თქვენი ფინანსების დედოფალი და თქვენ წისქვილზე აღარ დაასხას წყალმა
თუ გააბრაზებთ ფინანსების დედოფალს და ეხლა გადავალთ შვილდოსნებთან. რას მოუტანს ოქტომბერი შვილდოსნებს? ან კიდევ როგორ ენერგიებშია? შვილდოსნებო, მინდა გითხრათ, რომ რაღაცაზე განაწყენებული ხართ. განაწყენებული ხართ და არაფრის შემოთავაზება არ გინდათ და არ გსურთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც რაღაცას გთავაზობთ. სწორედ ასეთ ენერგიებში ხართ ახლა, ან შესაძლებელია იყოთ ოქტომბრის დასაწყისში. და ვნახოთ რა იქნება შვილდოსნებთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერზე გაბრაზებულები არიან. ჭიუული ბავშვები ვით არიან და მინდა გირჩიოთ გამოხვიდეთ ბავშვობის ეტაპიდან და მოიქცეთ დასრული ადამიანივით. სტრესი და ეს სტრესი შეიძლება ეხმოდეს ოჯახს. თქვენ დაკარგეთ ან ოჯახი, ან კიდევ შესაძლებელია ოჯახურ ფინანსებს შეექმნა პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, ასე თუ ისე, ოჯახური ურთიერთობა აღარ არის ისეთი მდგრადი და სტაბილური, როგორიც იყო ადრე და მოაქვს თქვენთვის სტრესი. ან უკვე მოგიტანათ თქვენგან წავიდა ადამიანი ცხოვრების მეორე ეტაპზე გადასასვლელად. ვიღაც შესაძლებელია ვიღაცა თქვენს დახმარებას შეეცადოს ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, მაგრამ ძალიან ცივ ენერგიებში ხართ, თითქოს არავის მიკარება არ გინდათ და მუდამ თავდაცვის რეჟიმში იმყოფებით. თუ ბევრს ინერვიულებს შესაძლებელია დაზარალდეთ და აღმოჩნდეთ ექიმების ხელში, ასე რომ მოერიდეთ სტრესს და ნუ მისცემთ საკუთარ თავს დასარალების უფლებას. თქვენ მოერევით არსებულ პრობლემას, თქვენ განაახლებთ ურთიერთობას წასულ ადამიანთან ან პირიქით, თქვენთან შემოვა, დაიწყება რაღაც ახალი, მე მგონი ვინც წავიდა მაპატიეთ იმასთან არა, ეს მოხდება აბსოლუტურად სხვასთან დაიწყებთ ურთიერთობას, მაგრამ ეს იქნება სექსუალური ურთიერთობა და არაფერი მდგრადი და სერიოზული. შესაძლებელია ეს მოხდეს სტრესის გადატანის მიზნით. კი ძალიან სტრესში ხართ, გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევთ, სულ აგრესიული ხართ, სულ პრობლემებში ხართ, იმ პრობლემებს ჭრით, რომელი პრობლემებიც არ არსებობს. ყველა ფეხის გადადგმაზე პრობლემებს ნახულობთ, პრობლემა რომელიც სინამდვილეში არ არის და აგრესიით მოგვარებას ცდილობთ, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ვიღაც ადამიანი, როგორც უკვე აღნიშნე, სექსუალური ურთიერთობით და მოგიტანთ გამარჯვებას, რადგან ამ ადამიანის დახმარების მიზნით თქვენ გადალახავთ სტრესს. იგრძნობს თავს გაცილებით უკვეთეს ენერგიებში. იქნებით ლაღი და ეს ადამიანი შეძლებს თქვენი სტრესის გადალახვას. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ამ ურთიერთობაში ადამიანი, რომელიც სექსუალური მიზნით შემოვა თქვენთან ურთიერთობაში, შესაძლებელია ცოტა ხნის შემდეგ ოჯახურ ურთიერთობებში გადავიდეს და შეიქმნას ოჯახი. რადგან ჩემი არკნები ამის რეალობას ასახავს. ასე რომ ახლა ამით დაგემშვიდობებით. შვილდოსნებს და გადავალთ ხის რქასთან.
რა ხდება ან რა შეიძლება მოხდეს თხის რქასთან? თხის რქასთან რაღაც ჩამოინგრა, უკვე ჩამოინგრა, გრევის პროცესია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ რაღაცის ჩამონგრევის შემდეგ ზედ რაღაც დაშინება იყოს შესაძლებელი. ნახოთ, ეს უნდა დაამოწმოს ჩემმა არგნებმა. კი მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცხოვრებაში რაღაცა ჩამოინგრა, ცხოვრება თქვენ გთავაზობთ რაღაც ახალ შანსს, ახლის შემოთავაზებას, ახალ ადამიანს სასიყვარულო სფეროში, ახალი ადამიანის სასიყვარულო სფეროში, რომელთანაც თავს ძალიან ძლიერ ენერგიებში იგრძნობთ. ადამიანი შემოვა სასიყვარულო სფეროში, დაფიქსირდება სასიყვარულო სფეროთი და ადამიანის გვერდით იგრძნობთ თავს ძლიერად. ძლიერ ენერგიებში, რადგან ადამიანი თქვენთვის გააკეთებს ყველაფერს. ადამიანი ზოგადად არის ძლიერი პიროვნება, ადამიანს შეუძლია გადაგალახინოთ ეს სტრესი და თქვენ ცხოვრებაში შემოვიტანოს ახალი სიყვარული, ახალი ენერგიები. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან ცივ ენერგიებში ხართ, გული ძალიან გაქვთ გატეხილი და ამ ვიდეოს მოსმენის დროს შეიძლება იფიქროს, ჩემ ცხოვრებაში რაღა უნდა შემოვიდესო, ჩემ ცხოვრებაში ვეღარასდროს ვეღარაფერი შემოვა, მაგრამ შემოვა ადამიანი, რომელიც ამ გაყინული გულის მოლღობას შეძლებს. ეს ადამიანი შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში სიძლიერეს, მეგობრებო. თუ თქვენ მანდილოსნები ბრძანდებით, ამ ადამიანის გვერდით თავს იგრძნობთ იმპერატრიცად, ხოლო თუ მამაკაცები უყურებთ და მამაკაცები ხართ დაზარალებული, თქვენ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი იმპერატრიცა, რომელიც ყველა სტრესს, ყველა ტკივილს გადალახავს თქვენთან მიმართებაში, გადაგალახინებთ ძალიან მალე. მაგრამ აქ უფრო მეტი პროცენტობის რაოდენობა დაფიქსირდება მანდილოსანი და მანდილოსნებთან შემოვა ასეთი ძლიერი ადამიანი, თასების მეფე, რომელიც ყველა ტკივილს გაუშვებს თქვენი ცხოვრებიდან, თავს იგრძნობთ იმპერატრიცად და თვითონაც იამაყებს, რომ გაიმარჯვა, გადაგატანია ტკივილი და იქნება გამარჯვებულის როლში. შესაძლებელია ადამიანი უკვე მოდიოდეს თქვენი გულის მოსანადირებლად, უკვე გამოჩენილი იყოს და თუ არ არის, ძალიან მალე გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. ადამიანის სიძლიერე, ადამიანი ცეცხლის ენერგიებით, მიუხედავად იმისა, რომ თასების მეფეა და თასების მეფით ფიქსირდება თქვენ ცხოვრებაში. არ შეშინდეთ, მეგობრებო, ყველა ტკივილი გაუშვით გულიდან, თქვენ გულს მიეცით ახალი ადამიანის შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში, რადგან ეს ადამიანი არის ძალიან ძლიერი, ეყვარებით ძალიან, შესაძლებელია უკვე უყვარხართ და ის ძალიან მალე მოინადირებს თქვენ გულს და არა მარტო მოინადირებს თქვენ გულს, არამედ მასთან ერთად თავს იგრძნობთ იმპერატრიცის როლში. მე ახლა ამით დაგემშვიდობებით და გადავალ მერწყულებთან და ვნახოთ რა ხდება მერწყულის ცხოვრებაში. ზოგადად მერწყულებო თქვენთან საბუთები დაფიქსირდა. და რა შეეხება ეს საბუთები, ალბათ ძალიან ბევრთან იქნება ქორწინება, შემოდგომა ისეთ დრო და სეზონია, ძალიან უყვარს ქორწილები. საბუთები, ბედნიერება, საქორწინო სახლი, ძალიან ბევრთან და
რამოდენიმე პროცენტად დაფიქსირდება რაღაც პრობლემის მოგვარება, თუ ვინმე ახლა თავდაცვის პროცესშია, თავს წაგებულად გრძნობს და ვიღაცასთან რაღაცით თავდაცვა უწევს და თავდაცვის პროცესში ყოფნა უწევს, ძალიან მალე მიაღწევს გამარჯვებას, ძალიან მალე მოიპოვებს გამარჯვებას და შესაძლებელია ეს გამარჯვება დააფიქსიროს საბუთებმა, მოიპოვოს ის საბუთები, რომელიც საბუთებიც აღნიშნავს გამარჯვებას მტერზე. ან კიდე რამე საქმესთან დაკავშირებით მეტოქესთან, მოწინააღმდეგესთან გამარჯვებას დააფიქსირებს საბუთებით. ძალიან ბევრთან შემოვა იმპერატორი მეგობრებო. ვიღაცასთან საბუთები, ზოგიერთებთან საბუთები საქორწინო სფეროში პირველი, მეორე თუ დავის პროცესში ხართ და თავის დაცვა გიწევთ ამ სფეროში საბუთებით გამარჯვება და საბუთების ხელში დაკავება და მესამე უნდა განვიხილო იმპერატორი. ძალიან ბევრთან შემოდის იმპერატორი და დიდი ალბათობით მესამე ვარიანტად დაფიქსირდება იმპერატორი, მამაკაცი მეორე ქორწინება, მამაკაცთან მეორე ქორწინება და საბუთებით ყველაფრის მოგვარება. რაც შეეხება ქორწინებას, ჯვრისწერა, ხელწერა, ასეთი ძალიან ბევრთან შემოვა იმპერატორი და მეოთხე ძალიან ბევრთან შემოვა თასების მეფე. თუ ვინმესთან ხართ ნაკამათები და წავიდა თქვენი ცხოვრებიდან თასების მეფე დაბრუნდება თქვენთან და რაღაც მოლაპარაკებაზე წასვლით. რაღაც მოლაპარაკებაზე წახვალთ და დაიბრუნებთ თასების მეფეს. თასების მეფე თუ რას აღნიშნავს, ალბათ უკვე იცით და არ აღჭირდებათ ბევრი განმარტება. და მეხუთე ვარიანტად დავამატებ იმასაც, რომ მერწყულებთან ძალიან ბევრთან შემოვა სტაბილურობა ფინანსებთან და ძალიან ბევრ მანდილოსანთან შემოვა ფეხმძიმობა. გაიგებს თუ ვინმეს ესაჭიროებოდა კურნალობა და იყო პრობლემა მიცხოვრებაში ფეხმძიმობა, მინდა გითხრათ, რომ მერწყულებს მეუგზავნი ამ სფეროსთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას, გამარჯვებას და მალე დაფეხმძიმებას. სულ ეს იყო, რაც თქვა ჩემმა მე კი ახლა დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.